2 ოქტომბერს მოძრაობამ ერთობამ მშვიდობისთვის პირველი მასშტაბური შეკრება გამართა. საინიციატივო ჯგუფის მიზანი რადიკალების დესტრუქციული ქმედებების გამოაშკარავება, ეროვნული ფასეულობების დაცვა, არატრადიციული ღირებულებების თავსმოხვეული პოლიტიკური პროპაგანდის წინააღმდეგობა და ქვეყანაში მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანია მშვიდობა. საზოგადოებამ კარგად იცის, როგორც ცდილობენ გარკვეული ძალები ჩაგვეთრიონ ომში და გახსნან მეორე ფრონტი. ბიძინა ივანიშვილს კი ჩვენი გულისთვის გაწირული ჰყავს საკუთარი თავი და ყველაფერი რაც გააჩნია. ამიტომ ჩვენს მეგობრებმა ერთგუნდად გადავწყვიტეთ გვერდში დაუდგეთ ჩვენს ქვეყანას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. აცხადებს მოძრაობის დამფუძნებელი გიორგი კანდელაკი. კანდელაკმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობა და საღი აზრის გვერდში დგომა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოძრაობას სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანები უერთდებიან, მათ შორის ცნობილი სპორტსმენები და მასშტაბური რაოდენობის ახალგაზრდები. შეკრებაზე წარსულში წინა ხელისუფლებაში მყოფი ოპოზიციური ძალების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ვიდეო რგოლი გაშუქდა. შეკრებაზე ქართული ოცნების დელეგატები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გიორგი სოსიაშვილი, გენო პეტრიაშვილი, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი ლევან ხარაბაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე თამაზ ჟიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე სიტყვით გამოვიდნენ. მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო, მოწვეულო სტუმრებო, ძვირფასო, გორენებო, პატრიციულო, საზოგადოება. თავდაპირველად მინდა მადლობა მოგახსოვთ მოგზაურებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამეტად რთულ და გადამწყვეტ პერიოდში იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენის წინ, რასაც საპარლამენტო არჩევნები ჰქვია, გამონახეთ დრო და მობრძანდით. რათა კიდევ ერთხელ გავიხილოთ, გავაანალიზოთ თუ ჩვენს მოქალაქეობრივ აქტივობას სამარჩევნებზე, ჩვენს მისვლას საარჩევნო მოხდან და ხმის მისცემას პარტია ქართული ოცნებისთვის რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ამით რა შეიძლება ავარიდოთ ქვეყანას, რომელმაც ამ მოკლე ხანში არაერთი ომი, შიდა თუ გარე დაპირისპირება გამოიარა და როგორც იქნა დაადგა სწორად განვითარების ურთულეს გზას და საბედნიეროდ დღეს ხავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც იღწვის და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება იმას, რასაც დღეს საქართველოსთვის თითოეული ჩვენგანისთვის იცების, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ჰქვია. რაც გახლავთ უმთავრესი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწორად და სწრაფად განვითარების. აი სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შევიდრიბეთ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვები, სამოქმედო გეგმები და თქვენთან ერთად შევჯერდეთ იმ მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს, მუნიციპალიტეტს შეუნარჩუნებს ღირსებას, მშვიდობას და დაგვისაუბრებს ნეხისგან, რომელსაც ესეოდენ მძაფრად განიცდის გარე არაჯანსაღი ძალებისგან და რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ისეთ ეროვნულ ფასეულობებს, რასაც ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ოჯახი და სარწმუნოება ჰქვია. სანამ დღევანდელ ჩვენს გამომსვლელს წარმოგიდგენთ, მინდა ორიოდე წუთით კიდევ თვალის შევავოთ არც თუ ისე შორს წარსულს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. ვთხოვთ.
რადიკალების ოცნება, შედეგი და მოლოდინი. რუსეთს საქართველოს ომი. ბოლო ინფორმაცია მოგაწოდოთ საქართველოში და საქართველოს გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ თლიანად ვაკონტროლებთ. მე მინდა ხაზი დავუშვათ. თლიანად ვაკონტროლებთ ამ დროისთვის ქალაქ ცხინვალს. ქალაქ ცხინვალი თლიანად გაწმენდილია ძალადობრივი ელემენტებისგან, ანტიფორმირებებისგან. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არის ქალაქი ასევე ძალიან დაზარალებული ორხრივი ცეცხლის შედეგად, ისევე როგორც დღევანდელი დღის ინტენსიური დამოუკიდებლობის შედეგად. The Georgian president chews over his next move. Is he weaker or stronger than before? 2 აგვისტოს ღამეს დაიბომბა ნიკოზი, ნული, ავლევი, ერედვი და ერგნითი. პრობლემია ძალიან დიდი. დღეს პატარები გავიყვანეთ და ჩვენ მივარდები. შვიდობიანი მოსახლეობა იგონდება. არ ვიცით რა გავაკეთოთ. ბავშვები კი ბატონო გავიყვანეთ, მაგრამ სად წავიდეთ ხალხი? როგორ დავტოვოთ შენი მიწაწვევი? ჩემს არ დავიყვანეთ. ცხინვალში მოხსნა. 7 აგვისტოს ცხინვალში შეჭრის და ცხინვალის დაბომბვის ფაქტები ეს საქართველოს მხარემ დაიწყო. აი ამ დროში როცა მე ვაპარაკობ, ინტენსიური ცეცხლი არის გახსნილი артиллერიიდან, კონფლიქტის ზონაში უკანონოდ შეყვანილი ანკებიდან, თავაზობ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი 513.2 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ქართულმა მხარემ მაინც ვერ შეძლო რუსულ აგრესიას გამკლავებოდა. მიხეილ სააკაშვილის პროვოკაციული ქმედებებით ისარგებლა რუსეთმა და საქართველოში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. სკვერპლი დღით დღე იზრდებოდა და საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი განადგურება გარდაუვალ სახეს იძენდა. 5-დღიანი სამხედრო მოქმედებების შედეგად 500-მდე მოქალაქე დაიღუპა, დაიკარგა 50-მდე სოფელი. რუსებმა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინეს. თუმცა ამის მიუხედავად მცირე დროში ამდენმა მსხვერპლმა, ამდენმა გმირად ქცეულმა ქართველმა ოპოზიცია არ გადეხა და კვლავაც 2008 წლის სცენარის გამეორებას დაუფარავად ითხოვს. მოსულა, გაიგეს საჭიროა ომის უნდა მინდოდეს. ომის საჭიროა, დიახ, ომი მინდა. ომებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო რჩობდეს იქ. მე ვაპირებო. ახლა არანაკლებ ვიდეო უკრაინაში მაქსიმალური შეიარაღება, მაქსიმალური ძალის მობილიზაცია. ასეთი თავრობა ყავს თავი. და ისეთი მაინცომდეს, რომელიც თვითონ ჩვენ ვიბრძოლეთ ომი რა ვქნათ ომი ვიომოთ, բայց აქეთ მაგკითხავს არ უნდა ვიომოთ. და იარაღი გამოსაკრებელი იარაღი უნდა იქნას გამოყენებული. რამე მოუვიდეს, რაში მატარდებს, რა მეტი ეწევა ღარიბაშვილს და ირაკლი გოფახიძეს, რა მეტი ეწევა ანამ ქვეყანას, ან ჩვენ სად ვიქნები. ვადიმარი დაყოფილი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ბედნიერ მომავალს იმ წარსულში ხედავს, როდესაც გაუგონარისი სასტიკით, სასიკვდილო დაზიანებებით ხდებოდა ადამიანების სამება, მარაზმი, რომელსაც ვერავინ ახუდგა წინ, გარდა იძინა ივანიშვილისა. არანაირი პირობით საჯარო, ყველა ციხეში. მეტლის მკვლობელები, გიორგი ცხინვალის მეტლის მკვლობელები, გამომაყვანინეთ გარეთ, გთხოვთ, გემუტარებით, გთხოვთ, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც აგვისტოში იბრძოდა, კოდორში იბრძოდა, რუსიკი ჩამოვიდა იმისათვის, რომ სახში ჩამოსულიყო, ის როგორ შეიძლება საქართველოს მოხალადა იყოს გახსნო. გთხოვთ, ვადიკა, ახინეთ რა სანხარ, რა თავრობის ხელში ვარ. არანაირი პირობით საჯარო, ყველა ციხეში. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველა არავითარ შემთხვევაში არ შეკითხვით ხელი. დღევანდელი ოპოზიციის მმართველობისას თბილისის ერთ-ერთ ბინაში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. მე ვარ ქართველი და მაშაცა და მე ვარ ევროპელი. I am Georgian and beautiful and European. პრეზიდენტის ბრძანებით სპეცდანიშნულების რაზმი თავს დაესხა სასტიკად სცემა პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი. ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს ბეჟან გუნავასა და ბიძინა გუჯაბიძეს.
პარლამენტის კიდევ ერთი წევრის, გობა დავითაშვილის მიმართ მკვლელობის მცდელობა განხორციელდა. ცნობილი მეცენატი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი სააკაშვილის სახელმწიფო ტერორის გამო დაუპირისპირდა. 2008 წლის 12 თებერვალს პატარკაციშვილი გარდაცვლილი იპოვეს. პატარკაციშვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახა პრეზიდენტმა მისი მოცილების. პრეზიდენტმა დაგიკვეთათ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია? ის უნდა მოვიცილოთ, როგორც მოვიცილეს რაფიკ ხარიჯი. ეს გახდა ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც საფრთხის საკუთარ 2004 წლის 12 მარტს სპეცრაზმა სასტიკად დაარბია ეკლესია თბილისში. ოპოზიცია წინა ხელისუფლების გზას არც ამჯერად ღალატობს. თან საქართველოს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აყენებენ შეურაცხყოფას. ხანაც პირიქით ძალიან მორწმუნენი არიან მონაზვნობასა და მყუდრობაზე მეოცნებენი. ეს კი იმის ფონზე, როდესაც 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ და გაერთიანებამ ხელი მოაწერა ეკლესიის მოწინააღმდეგე LGBT თემის უფლებების გაძლიერების შესახებ მემორანდუმს. წარსულში წინა ხელისუფლებით გამოწვეული უკმაყოფილების გამო 2007 წლის შემოდგომაზე საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი სისხლიანმა მანქანამ 7 ნოემბერს სრულიად გადათელა. ამავე 7 ნოემბერს პოლიციის სპეციალური რაზმები ტელეკომპანია იმედში შეიჭრნენ. მაურისმის ტელევიზიაში და რაღაცა საშინელება ხდება. ჯერჯერობით ჩვენ ტელეეთერში ვართ, თუმცა სტუმრები მოვიდნენ. დააპატიმრეს Associated Press-ისა და ევროპის ფოტოსააგენტოსის ქართველი ფოტორეპორტიორები, რომლებმაც მიტინგების დარბევის ამსახველი ფოტოები გაავრცელეს. საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსით ბოლო პოზიციაზე გადაინაცვლა. ბიზნესის რეკეტზე მოსმენებსა და ციხის ამბებზე აღარაფერს მოგიყვებით. იძინა ივანიშვილის დაპირებული მშვიდობის, შერიგების, სუვერენიტეტისა და საქართველოს გამთლიანების იდეით უკმაყოფილო ოპოზიცია ხას ამჯერადაც ცოცხალი თავით არ იცვლის. წარსულში ერთიანობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დანაყოფად გაიშალა, თუმცა მახვილი თვალისთვის მაინც შეუნიღბავად. პატარა ბავშვი შკუისოდნე ადამიანებს არწმუნებენ. საქართველო და უკრაინა რუსეთს დაამარცხებსო, თუმცა სურათი სახეზეა. იმასაც შეგახსენებთ, რა განცხადებები გაკეთდა რადიკალების მხრიდან 17 მაისს ქართული ხალხის ერთიანობისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. 17 მაისი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც სამარცხვინო დღე, როდესაც ბნელმა ძალებმა საქართველოს საპატრიარქოს წინამძღოლობით, დაბურეთკიანი მღვდლების მეთაურობით, საშინლად დაარბია ქუჩაში გამოსული ადამიანები. ასე აფასებენ ოპოზიციონერი რადიკალები ოჯახის სიწმინდის დღეს, სადაც მილიონამდე ქართველი შეიკრიბა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მისიდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გართაჩეს. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული. სიყვარული ადამიანებს შორის. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვით. სიყვარულით შეგვიძლია ჩვენ გავერთიანდეთ ასევე ჩვენს ამ ხაზს და ოსმერთან ერთად. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს შემიძლია პირობა მივცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. 2024 წელია და ჰაერში ისევ სასიზღარი დენთის სუნიტრიალებს. საქართველოში კი ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მშვიდობას ისახავს მიზნად, ქართული ოცნებაა. თავს აღარ შეგაწმენთ და დასკვნები თქვენთვის მომინდია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს შუაგულში კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას ჩვენს ერთადგომას, სიძლიერეს და სიმრავლეს. მას ასე მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, პიროვნება, რომელსაც საქართველოში და საქართველოს გარეთ წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება. სცენაზე მინდა ვიხმო არაჩვეულებრივი პიროვნება, გამორჩეული გორელი, ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრი, მსოფლიო ჩემპიონი გრიფში, ბატონი გიორგი კანდელაკი.
მოგესალმებით ჩემო დეპუტატებო მოგესალმებით ოჯახი რომლებმაც უნდა ვიბრძოლოთ 26 ოქტომბერს რათა უარი უთხრათ ომს და შვიდობა გვინდოდეს ყველა ჩვენ ოჯახებში კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისათვის ჩვენ მე და რამდენი საინიციატივო ჯგუფმა ჩვენმა მეგობრებმა გავაკეთეთ სამოქალაქო მოძრაობა რომელიც ყველაფერს გავაკეთეთ 26 ოქტომბერს როგორც დავუდგეთ ყველა ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი მეგობრები ჩვენი ნაცნობებით ქართულ ოცნებას და მივიდეთ გამარჯვება ეს გამარჯვება იქნება გარდაუვალი მშვიდობა ყველას კარგად გვახსოვს 2008 წელს რა მოხდა წინა ხელისუფლებების პერიოდში 11 ხელისუფლება იყო რომელიც პერიოდშიც კი რამე ქვეყანაში არ ეუზარებულობა იყო ანუ ერთადერთი ხელისუფლება ქართული ოცნება როცა მშვიდობა გარანტირებულია და რა ვიცი ყოველთვის იქნება გარანტირებული მშვიდობა მე სულ ჩემი მეგობრებთან ერთად სულ ფიქრობთ რომ ამ ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა გაწირა ოჯახი გაწირა თავის შვილები ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის მშვიდობისთვის როგორც ზეწოლა ყველა ქართული ოცნების წევრებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მაგალითად გიორგი კანდელას აუცილებლად მაქვს დედაღამე არ დაუდგე ამ ადამიანს და ქართულ ოცნებას ამიტომ ყველა ხტო კიდევ ერთხელ მშვიდობისთვის მეგობრობისთვის ქვეყნის კეთილდღეობისთვის დავდგეთ ერთად ადამიანები ვართ ყველა შეგვიძლია ამდენივე ადამიანი მივიყვანოთ 26 ოქტომბერს არჩევნების ხუბთან და უთხრათ ყველას და დავამთავროთ ეს მაღლა ომის პარტიები დავამთავროთ 26 ოქტომბერს და ყველა ვთქვათ ვინ ჩვენ გვინდა მშვიდობა არა ომს მადლობა მიყვარხარ ყველა ძალას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მადლობა სენატზე ვთხოვთ შიდა ქართლის მხარის გუბერნატორს ბატონ ლევან ხარაბაძეს მოგესალმებით ყველას ეხარია რომ დღეს შეძლებთ და ამდენი ხალხი მოხვედით ამ ძალიან კარგ ღონისძიებაზე ეს კიდევ მეტ სტიმულს გვაძლევს თითოეულ ჩვენთანაც მეტი ვიმუშაოთ მეტი გავაკეთოთ ყველაფერი რომ ჩვენი ქვეყანა როგორ გზაზე და სწორ გზაზე იმ გზაზე გააგრძელოს სრულობა და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტად შევინარჩუნოთ მშვიდობა ყველა კომპონენტში სტაგვაქვს და ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ეს ყველა თქვენთაგანის დამსახურება და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით აქ რომ მომგზავნეთ მე ამაყი კაცი ვარ ჩემი ქართველობით და სულსაც ეს სლოგანიც ვაქვს ჩვენ რომ ენა მამული სარწმუნოება ეს არის შეუცვლელი ეს არის ისეთი რამ ის გარეშეც რომელიც არ უნდა გვაყოლოს თითოეულ ჩვენთანაც ვერ ვიცხოვრებთ აღარ ვიქნებით ის ვინც ვართ უბრალოდ არა შეიძლება ამ ქვეყანაზე ვიაროთ და დავამძიმოთ დედამიწა აქედან გამომდინარე არც ერთის წარქმევის უფლება არავის არ უნდა მივცეთ ეს მე დარწმუნებული ვარ ამაში რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა აქ არ არის საუბარი რაღაცა პროცენტულობაზე ჩემსავით ვფიქრობ და ამისთვის იბრძვის ყოველდღიურად რომ ეს ესე გაგრძელდეს ჩვენსავით ვფიქრობ უბრალოდ არ ვინც აქ ახალ ჩვენსავით ვფიქრობ ყოველდღიურად და ამისთვის კიდევ ერთხელ ყველას მადლობა მშვიდობას რაც შეეხება ბატონო გიორგი ბრძანა და გიორგიუდეს ძალიან ძირითადად ეს უმრავლესობა ჩვენთაგანს შიდა ქართლის მოსახლეობას და ნუ იმ ხალხს კიდევ ვინც ვიყავით მოსში ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი რა მოიტანა და ნახელოს ქვეყნები გავეცით და როგორ დავკარგეთ ქვეყნის 20 დავკარგეთ ორი და თქმა უნდა ოკუპირებულია ქვეყნის 20% რუსეთის მიერ მაგრამ შვიდობა სიყვარული ურთიერთობები ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ აღადგეს და ჩვენ დევს და ძმებს დაუბრუნდებით ისევე უკან ჩვენც და ისინი ჩვენთან დაბრუნდებიან და ჩვენი ქვეყანა ისევე ერთიანი იქნება ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ თითოეულმა ჩვენთანაც არ უნდა დავიზაროთ არც ერთმა არჩევნებზე მოსვლა რაზეა საუბარი ახლა აქ ხშირად არის შემთხვევები ახლა ცოტა პროპაგანდისტულად არ გამომივიდეს ან აგიტაციას კი არ გიტარებთ იმიტომ რომ ყველა ისეთი ადამიანი ხარ დარწმუნებული ვარ ამაში რომ ბოლომდე დაიხარჯებით
მეზობლები ათესავი ოჯახში 10 კაცი ვარ და 9 წავიდა არჩევნებზე და მოდი მე არ წავალ არ მინდა ყველა უნდა მივიდეთ აბსოლუტურად მეზობელსაც უნდა გავუვაროთ ათესავსაც უნდა გავუვაროთ ყველა უნდა შევაწუხოთ თუ რომ შეწუხდეს იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი არის ერთი დღე და საღამოს უკვე დარწმუნებული ვარ რომ სულ ყველას მოგილოცავთ ძალიან დიდ გამარჯვებას რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობაში აისახება ყველას კიდევ დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და გისურვებთ ყველას დიდ გამარჯვებას 26 ოქტომბერს სცენაზე ვთხოვთ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვლენების შესრულების მოადგილეს ბატონ თამაზ შიოშვილს. მოგესალმებით ყველას. გულშემატკივრად გეტყვით, რომ 2012 წლის მერე თუ ესეთი ემოცია მომაწვევებოდა კიდევ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ახლა. სამწუხაროა ის რომ მოგვიწია ისე გაერთიანება, მაგრამ აი ემოცია ახლა ისე ვარ რომ ვერ წარმოვიდგენთ გამახსენდა ის პერიოდი რომ 2012 წელს ესე შევიკრიბეთ სოფლანი და ძალიან რთული არჩევნები იყო. მაგრამ მინდა გითხრათ ახლა გაცილებით რთული არჩევნები გვექს. მე არ მინდა ვიღაც ძალიან დავამძიმო ეს არჩევნები, მაგრამ ეს არის ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ჩვენი სამშობლო ან გვექნება ან არ გვექნება. მე პირდაპირ ესე ვუყურებ რა, იმიტომ რომ ხედავთ რამხელა ზეწოლა მოდის, რამხელა ყველანაირად გვიტევენ და მე ვფიქრობ რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი მოსახლეობა. მოგეხსენებათ 26 ოქტომბერს არის საპარლამენტო არჩევნები და ყველანი უნდა დავირაზმოთ. როგორც ბატონმა ლევანმა ბრძანა, სახში არავინ არ უნდა დავჭეთ, ყველანი აბსოლუტურად უნდა მივიდეთ, ეს ახლობლები იქნებიან, მეგობრები იქნებიან, ყველას უნდა დაურიგოთ და უთხრათ რომ მივიდნენ არჩევნებზე. გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, მინდა გითხრათ რა. უბრალოდ დააკვირდეთ და შეხედეთ ჩვენი გუნდის ქართული ოცნების პარტიულ სიას, როგორი ლეგენდა ხალხი, როგორი განათლებული ხალხი და როგორი ქვეყნის მოყავული ხალხი არიან. მეორე მხარეს კი არის ვინ? სამშობლოს უსამშობლო ხალხი. ჩვენ ესე ვეძახით უსამშობლო ხალხს მათ, რომლებსაც არ უყვართ არ თავის ქვეყანა, არ თავისი ოჯახი და არავინ. ახლა ადამიანი რო გამოვა ტელევიზიაზე და იმას იტყვის, რომ მისთვის არც მშობელია ავტორიტეტი, არც პატრიარქია ავტორიტეტი და არავინ, წარმოიდგინეთ ახლა ესეთი ხალხი ჩვენი სამშობლო და ჩვენი შვილები როგორ უნდა ავაროთ. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. პირდაპირ გეტყვით რომ მე მიამაყება რომ ვარ ამ გუნდის წევრი და თქვენს მინდა რომ იამაყოთ. ახლა აქ ის იმყოფება სულ ყველა რა თქმა უნდა არის ქართული ოცნების მხარდამჭერი ისე არ მოვიდა ხო? და მე მინდა გითხრათ რომ თქვენ გეხართ სწორ ადგილას, მინდა იცოდეთ რა. თქვენ ემსახურებით მართალსაქმეს, სულ ყველანი ჩვენთაგანია. ვინც არის დღეს ქართული ოცნების მხარდამჭერი, ემსახურება მართალსაქმეს. იმიტომ რომ ჩვენ ემსახურებით ჩვენ სამშობლოს, ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენ ქართველობას და აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც ქვეყანა სჭირდება. უბრალოდ დააკვირდით თუ რამდენი წელია უკვე რომელი ხელისუფლების დროს ყოფილა ესე რომ ესეთი სტაბილური მშვიდობა ქონოდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოახერხა ბატონო ბიზენა იონიშვილმა და მისმა გუნდმა, ხო? რომ ესეთი რამდენიმე წლიანი სტაბილური მშვიდობა არასოდეს არ ქონია. ყოველთვის იყო ტერიტორიების დაკარგვა, ყოველთვის იყო ომი. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა შევინარჩუნოთ, თუ ჩვენ გვინდა რომ განვითარდეს ქვეყანა, თუ ჩვენ გვინდა რომ ის ყველა სიკეთე გაკეთდეს რაც ჭირდება და ჩვენ სამშობლოს ჭირდება, რა თქმა უნდა მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. ძალიან ემოციურად ვარ, სწორად გამიგეთ და სულ აი ეს რაღაც ვფიქრობ ახლა რომ არ მინდა რომ ძალიან ემოციებში შევიდე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მეიმედებით სულ ყველანი, იმიტომ რომ ესეთი დღეს შემეძლო გაბედულად ვარ რომ ჩვენ დღეს უკვე მოვიგეთ არჩევნები. იმიტომ რომ ესეთი განწყობა, ესეთი ერთობა მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის და სამოქალაქო გაერთიანებას ესეთი შეხვედრა მოიგონეს და იმიტომ ეს სტიმულს აძლევს ყოველთვის, სტიმულს აძლევს ეს ყოველთვის და ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. მე დარწმუნებული ვარ ალბათ არჩევნებამდე კიდე შედგება ერთი ესეთი შეხვედრა და კიდევ უფრო მეტად დავინახავ თუ რამდენი ვარ და როგორ გამარჯვებულად უნდა მოვიგოთ, პირდაპირ ვთქვათ რა. საკონსტიტუციო როლისობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა გამოკითხვებით ქართული ოცნება ლიდერობს საკონსტიტუციო როლისობას ვიღებთ, მაგრამ ეს უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვართ და აქედან გამომდინარე უკვე ვეღარაფერს ვერ გააკეთებთ და ვერაფერს ვერ შეძლებთ. დიდი მადლობა ყველას მომწონებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ 26 ოქტომბერს ყველანი ერთად ვიზრდებით.
გორსამხრივ მთელი რიგი კორიფეები ყავდათ მოგეხსენებათ და რაოდენს სასიხარულა, როცა ეს ტრადიცია დღესაც ღირსეულად გრძელდება. სცენაზე ვთხოვ ქართული ოცნების დელეგატს, ოლიმპიურ ჩემპიონს ბატონ ვლადიმერ ხეჩიგაშვილს. ეს არის ყველაფრის ნათელს ფენს და სამაგალითო შეხვედრაა და მადლობა ამ ერთობისთვის, ჩემო გურელებო, ჩემო საყვარლებო. აქ საზოგადოება ხართ, ვის თვალწინაც გავიზარდე და ვისთან ერთადაც გავიზარდე და ყველა კარგად ვიცნობთ და ყველა კარგად ვიცით ის ყველაფერი თუ როგორ მოვედით აქამდე. კოლეგებმა ისაუბრეს აუმწურავად და მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ ერთ-ორ მაგალითს მოვიყვან და ფაქტს, რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, აქ ყოფნა ადამიანებმა და არ გინდათ ახსნა თქვენ თუ რა ღირებულებების არჩევნებია. ერთადერთი იმას გავუსმევ ხას, რომ 2012 წლის საპირწონე არჩევნებია, იგივე მნიშვნელობის არჩევნებია და მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი და მოტივაციის მომცემი გაერთიანებისა ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის იყო ღირსება, ხო? ღირსების საფრთხე იგოა, ყველას კარგად გვახსოვს. ქართველი ხალხი დღემდე რომ მოვედით, ჩვენი ღირსებით მოვედით და ამ სიამაყით და იმ ადამიანობით და იმ ტრადიციებით რაც გვაქვს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაშინ ზუსტად ვიცი მე, იმიტომ რომ მეც ამას ვგრძნობდი და ჩემ გარშემო მყოფი ხალხი და ყველანი, რომ ღირსების საფრთხე იგა, ადამიანის უფლებები იღებოდა და ყველაზე მეტად ქართველს რაც ტკივა ეგ არის, როცა მის ღირსებას ეხებიან და ეს იყო მოტივაცია და ამან გაგვაერთიანა. ჩემთვის პირადად ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამშობლო და ღირსება, ღირსება და სამშობლო. ეხლა ჩვენ სამშობლოს უდგას საფრთხის მშვიდობა. მშვიდობა თუ არ იქნება, ჩვენი სამშობლოც აღარ იქნება, ვეღარ გადაიტანს ამდენ უბედურებას და ეს ჩვენ ყველა კარგად ვიცით და ამიტომ ვიძახი, რომ საპირწონე არჩევნებია. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, აქ ყოფ ადამიანების არ გინდათ იმის ახსნა, თუ ეს 12 წლიანი მმართველობა, მშვიდობიანი მმართველობა, რამდენი სიკეთე მოიტანა, ხო, გასულ წელთან შედარებით წელსაც 12 წლიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და იმიტომ არის, რომ რამდენი რამე კეთდება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ხო, რეალურად დემოკრატიის მაგალითი ვართ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებები სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ჩამოთვლას არ დავიწყებ. ეს ყველამ კარგად ვიცით, ხანდახან რაღაცებზე გულის კი წდება ხოლმე, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ სიმართლე ვიცით და ამდენ ტყუილს რომ გვახვევენ მხოლოდ ამიტომ, მეტი არაფრის გამო. მაგრამ ეს არის ახლა ჯანსაღი გარემო რო გვინდა ეს არის და ზუსტად ამ ყველაზე დიდი მონაპოვარი ქართული ოცნების არის მშვიდობა და ის ღირსება, ის ღირებულებები, ის ტრადიციები, რითიც დღემდე მოვედით და აუცილებლად ჩვენ იმ ტრადიციებით, ღირსებით, იმ ჩვენი სარწმუნოებით, რითიც დღემდე მოვედით საუკუნეების განმავლობაში, ამასთან ერთად პროგრესს განვიცდით ყოველწლიურად, ყოველდღიურად და ისეთ ქვეყანას ავაშენებთ ერთად, როგორც ჩვენი შვილების მომავლისთვის გვინდა და ეს ჩვენი გასაკეთებელია და კიდევ ერთხელ უნდა გავიმარჯვოთ, როგორც 2012 წელს ოქტომბერში გავიმარჯვოთ, გავერთიანდით ერთი მიზნის გარშემო, წელსაც ეს უნდა გავერთიანდეთ, გავიმარჯვოთ. ერთი დიდი გამარჯვება გვჭირდება მსოფლიოს დავანახოთ რა გვინდა, რომ ჩვენ თვითონ ვიცით რა გვინდა და სად მივდივართ და როგორ მივდივართ და გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა. მადლობა. დიდი მადლობა, სცენას ვუთმობთ გორის მუნიციპალიტეტის საგრებლოს თავმჯდომარეს, არაჩვეულებრივ პიროვნებას ბატონ დავით რაზმაძეს. მოგესალმებით, საღამომშვიდობით, ჩემო ძვირფასოთა ნაქალაქელო. მე ამაყი ვარ, რომ გორელი ვარ, მე ამაყი ვარ, რომ დღეს ულამაზესი ქალაქის, ულამაზესი ძირითადი მოსახლეობა, ძირითადი მოქალაქეები აქ დღეს აქ არიან და ერთად ვიზიარებთ იმ პათოსს, რაც გააჩნია დღეს ყველა ნორმალურ ადამიანს, ვინც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის წისვლაზე, ვინც ფიქრობს მშვიდობაზე, ვინც ფიქრობს მომავალზე და ვინც ფიქრობს, რომ გადაურჩევთ იმ ყველა უბედურებას, რაც უამრავია ჩვენს ქვეყანას გადატანილი და რაც სამყაროში ტრიალებს. მრავალჯერ ყოფილა დასმული ჩემთან მიკითხვა, რომ რომელ ქალაქში, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი, არსად არ ვიცხოვრებდი. ვიცხოვრებდი მხოლოდ გორში, საქართველოში, გორში და თან სადგურის დასახლებაში. ძალიან მიყვარხართ. არ ამსახურდეს იმის იდეები, რომ გამარჯობა იქცეულია, გამარჯობას მოვიპოვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთად, ყველა ერთად უნდა დავირაცხოთ 26-ში. დილიდანვე უნდა ჩვენი ვალი მოვიხადოთ ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე.
და მე დამიჯერეთ ეს იქნება ჩვენ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ადამიანმა რომელმაც თავი დაძდო ქვეყნისთვის და ტიტული ჩვენთაგანისთვის თავისი ოჯახი ასე ვთქვათ ქონება ყველაფერი გადაძდო ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილმა სწორ გზაზე გვატარა ეს 12 წელიწადი ქვეყანა ამშენებლობის პერიოდშია უამრავი სიტუაცია კოვიდი და ეს პერიოდები გადავიარეთ მაგრამ ჩვენ ისეთ ქვეყნებზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ როგორიც თავიანთი მრეწველობით თავიანთი ეკონომიკით გამოირჩეოდნენ და მე მინდა ეს ამშენებლობა გაგრძელდეს დაუდგეთ ამ დიდებულ ადამიანს გვერდით და შევძლოთ ერთხელ და სამუდამოდ რომ საქართველოს თავისი ადგილი დაიმკვიდროს ყველას გარეშე სოფლიოში და სამხაროში კონდეს თავისი ერთი გამორჩეული ადგილი და არავის არ შევხაროდეთ რომ შენთან მინდა და ჩვენთან მინდა მე ეს მინდა და მე მგონია რომ ყველა გორერსა და ყველა ქართველს ეს უნდა აგიმარჯვოთ და ერთად გავიმარჯვოთ სერაზე ვთხოვ ქართული ოცნების დელეგატს ბატონ გიორგი სოსიაშვილს მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო მეც გავიმეორებ ჩემი კოლეგის ნათქვამს და ვიტყვი ძალიან ამაყი ვარ რაღაცა გადამდები ქართული სული ამ დარბაზში რაღაცა გადამდები ეროვნული მუხტი იგრძნობა და მინდა ამისათვის გადაუხადო ბატონ გიორგი კანდელაკს და იმ გუნდს ვინც არის დღევანდელი ამ შესანიშნავი საღამოს შემოქმედი ეს მუხტი ძალიან მალე სულ 24 დღეა დარჩენილი განივრცობა მთელ საქართველოში და ჩვენ 26 ოქტომბერს გამორჩეულად დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ ჩვენს ხალხთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს გადარჩენის დღე. წინ გველოდება ძალიან დიდი ბრძოლა, მე ვიტყოდი დიდგორი და თქვენ მოგესწრებათ რომ ჩვენმა უდიდესმა მეფემ დავით აღმაშენებელმა ასეთი საოცარი სიტყვებით მიმართა თავის ლაშქარს. ეჰა მეომარნო ქრისტესანო, ჩვენ წინ არიან ეშმაკის მსახურის არკინოზები და თუ ჩვენ გავერთიანდებით არა თუ ეშმაკის მსახურებს, ეშმაკსაც კი დავამარცხებთ. და გახსოვთ როგორ ჩახერგა მან დიდგორის მიდამოებში გზა იმისათვის რომ უკან არ დაეხია ქართველთა ლაშქარს. აი ესეთი ბრძოლა გველოდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ძალიან დიდი ისტორიის მქონე ხალხი ვართ. უდიდესი გზა გამოვლილი ისტორიის ხარტეხილიან გზებზე 3000 წლოვანი სახელმწიფოებრების მქონეერი ვარ და როგორც მოაღწიეთ ჩვენ აქამდე ჩვენი ღირსები, ჩვენი შინაგანი კულტური, ჩვენი დიდი იდენტობით და დავიმკვიდრეთ ღირსეული ადგილი საკაცობრიო ისტორიაში, ისევე გაგრძელდება ჩვენი გზასავალი ისტორიაში. იმიტომ რომ ჩვენ ვართ გამორჩეულად საზეპურო ხალხი. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც თავის დროზე ქრისტეს ხუთმა მოციქულმა იქადაგა და შემთხვევით არქვია ჩვენს ქვეყანას მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, ჩვენი ქვეყნის დედა ეკლესია. იმიტომ რომ ეს არის მოციქულთა მიერ დაფუძნებული ეკლესია, ხუთი მოციქულის მიერ დაკადაგებული ეკლესია. ჩვენ ძალიან რთული პერიოდები გამოვიარეთ. ერთ-ერთი ქართველი მოღვაწე ამბობდა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურად ჯვარცმული ქვეყანაა და ეს ჯვარცმა მდგომარეობდა ჩვენს აი ამ რთულ მდგომარეობაში. კავკასიაში და უამრავი ურიცხვი მთელი გასაუდა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ქართულმა კაცმა მოახერხა საკუთარი ღირსები, საკუთარი მეს, საკუთარი შინაგანი მეს შენარჩუნება. მოახერხა თავისი გმირული ბუნები, თავისი გამბედაობით, თავისი თავდადებით, თავისი ღირსებით და დარწმუნებული ვარ ეს გაგრძელდება. რას გიპირებდნენ და რას გიპირებენ ახლა? რა არის მთავარი ჩანაფიქრი ჩვენი მტრებისა და ჩვენს მოწინააღმდეგე ამ ვერაფული ძალებისა? ნუ გონიათ რომ ეს რადიკალი ოპოზიციაა მხოლოდ აი ამათ უკან დგომი პატრონები რომლებიც წალეკვით ემუქრებიან მთელ სოფლიოს და უამრავი ერი აღიგავა პირისაგან მიწა მოგეხსენებათ ძალიან ბევრმა ერმა დაკარგა თავისი იდენტობა ეს არის სწორედ მათი დღისწესრიგი რომ ჩვენმა ერმა დაკარგოს თავისი იდენტობა და რაღაცა ამორფულ მასად გადავიქცეთ მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდება იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როცა უჭირდა ქართველ კაცს ერთ სულ და ერთ ხორცს ხდებოდა ხოლმე და მე მინდა რომ თითოეულ იმ ადამიანს ვინც ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული ვინც
ძალიან კარგად იცის თავისი ქართულობის ფასი, თავისი სამშობლოს ფასი, თავისი ქვეყნის სიყვარულია გამჟდარი ძვალსა ბირში და მერვე საუკუნის ერთი დიდი ქართული წერლის სიტყვებით ცხოვრობს ჩვეულებისამებრ მამულისა სულაი ყველა იმ ქართულს გაუმართოს ვის დადგება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზაზე და 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს იმ ადამიანებს რომლებმაც დახეიბრებული ქვეყანა დაგვიტოვოს 2008 აგვისტოს ომის შემდეგ ათეულობით ქართული სოფელი ჩააბარეს მტერს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აღიგავა პირისაგან მიწა და დღესაც უნდა რომ ეს ომის სცენარი დატრიალდეს და ჩვენი მეზობელი და მეგობარი ომის ქარცეთში გახვეული უკრაინის ბედი გააზიარებინონ ჩვენ ხალხს მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდება იმიტომ რომ გამორჩეულად მაგარმა ქართულმა კაცმა ვინც ჩვენი უახლესი ისტორიის ძალიან დიდი მონაკვეთი შექმნა ბატონო ბიძინა ივანიშვილმა ამაზე თქვა გადაჭრით უარი მან მიუხედავად იმისა რომ უზარმაზარი ფინანსური აქტივების მქონე კაცია თავის ყველაზე საფიცარ მიზნად გაიხადა თავისი მშობლიური ქვეყანა, თავის სამშობლო და თავის გუნდს დაუსახა ფილოსოფია, მიზანი, რომლის მთავარი გზა მიემართება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისაკენ და ეს ასე იქნება. ვერასოდეს ვერ მოგვერევიან, ვერასოდეს ვერ დაგვამარცხებენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართალი ხალხი, თავისუფლების მოყვარე ხალხი, ხალხი, რომელმაც კაცობრიობა ძალიან ბევრი რამე მისცა და ჩვენი ღირსები, ჩვენი იდენტობით, ჩვენი ძალიან დიდარი კულტურით და ტრადიციით შევაბიჯებთ ჩვენს ისტორიულ ბუნებრივ ოჯახში და დავიკვირდეთ ღირსეულ ადგილს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გითხრათ თქვენგანს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხარში დაგვიდგება, იმიტომ რომ ვიმეორებ ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდები გამოგვივლია, მაგრამ საქართველოს გადარჩენილა. რო გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, სისხლით და უფლით დაწერილი თარიღებია სულ და სისხლით და უფლით განვლილი გზები გვაქვს მუდმივად, მაგრამ ჩვენ მაინც გადავჭით ერთად გომი და აი ეს ერთობა იზრდება ამ დარბაზში. მისთვისაც კიდევ ერთხელ და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, სულ ცოტა ხნის წინ არა მარტო გორმა, არამედ სრულიად საქართველოს ერთად იზეება დიდი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის სახელოვან კორიფეთა რიგს შეება და კიდევ ერთი სახელოვანი სპორტსმენი გორის მკვიდრი ჩვენი თანამოქალაქე ოლიმპიური ჩემპიონი ბატონი გენო პეტრიაშვილი. გორცენაზე. ბატონის კიდევ ერთი დელეგაცია. დიდი მადლობა მეგობრებო საღამომშვიდობის მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს რომ თქვენ წინაშე ვარ. არ ვიცი, ძალიან ამაღელვებელი კადრები ვიხილეთ. და არ მინდა რომ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოგზაუროს აი ამ დანაშაულებრივ წარსულში. ბევრი ადამიანი მეკითხება, რატომ სპორტსმენებმა, რატომ გადავწყვიტეთ და რატომ ჩავაბით აი ამ ძალიან მაგარ დიდ ბრძოლაში და ყოველთვის მჯეროდა. და მწამდა რომ ჩემს გასაკეთებელს თუნდაც პატარას გავაკეთებ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ავაშებებ ჩვენი ქვეყანა და დღეს ძალიან ბევრი მაგარი ადამიანი შეკლებული ვის თქვენი საქმით ზოგიერთი სპორტსმენი, ზოგიერთი პედაგოგი, ზოგიერთი სკოლის მასწავლებელი თქვენი ცხოვრებით და თქვენი ნამოქმედარით ყოველდღიურობაში თითოეულ ამბავს გავთ და დებთ ჩვენი ქვეყნის აღსანიშნავად ძალიან დიდი მადლობა აი ამ ძალიან მაგარი საქმისთვის. გაიხარეთ და გაგიმართეთ და გულამარხებთ. გემოდების სახელოსეთი ლამაზი პიროვნებით არის წარმოდგენილი მებისიურ დარბაზში იმყოფება ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი ლაშა შალდოთუაშვილი. აპლოდისმენტებით მივესალმოთ მას. ბატონებო და ქალბატონებო, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, ერთობისთვის, ნების გამოხატვისთვის, რითიც კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი. იმას რომ ჩვენთვის ამ ქვეყნის მიღწევას თავარია მშვიდობა, სტაბილურობა, სამართლიანობა და პროგრესი. მე გმართ წამს ჩვენი ბრძოლა იქნება სამართლიანი